მე პაატა იაკობაშვილი და პოსტკრიპტუმის გუნდი ვაგრძელებთ თქვენთვის პირდაპირ მუშაობას. წარმატებაა, როდესაც პარიზში ფრანგული არმიის დიდების მუზეუმში შენს ნაწარმოებს ელისო ბოლქვაძე და ინგოლშტატის ქართული ორკესტრი ასრულებს. ჯიმი ჩხაიძეს ჯერჯერობით უფრო ბიზნეს წრეებში იცნობენ, ის კომპანია ასკანელის ხელმძღვანელია, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, რომ წარმატებული მენეჯერის ჰობი კლასიკური მუსიკა წარმატებული კომპოზიტორის კარიერის დასაწყისი გახდეს. პარიზში არმიის მუზეუმში მე-17 საუკუნის დარბაზებში კონცერტი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს იმართება. ამჯერად წმინდა ლუის ტაძარში მუსიკის გაჟღერების პატივი წილად ქართველებს ხვდათ. ჩხაიძე მუსიკალური წრეებისთვის ჯიმი ასკანელი ახალბედა კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებები აქ პირველად სრულდება. კონცერტამდე ორკესტრი რეპეტიციას გადის და ავტორთან მცირე დეტალებს აზუსტებს. აი, შუაში ცოტა ჩქარი არის. ოკეი, პოგესტი შორს მჭა. ახალი რომელიც სრულდება ფორტეპიანოსთან ერთად, ეს არის სიმფონიური სურათი, რომელიც პირველად სრულდება აქ და მეორე არის მოგონებები. ეს ვფიქრობდი, რომ აქ შეიძლება ჩემი მუსიკა როდესმე გაჟღერებული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისად მიმიწურელ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ინგოლშტატის კამერული ორკესტრი ჩამოვიდა, რომელიც გერმანიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსებისგანაა დაკომპლექტებული. სწორედ ისინი ასრულებენ ჯიმი ასკანელის კომპოზიციებს. მადლობა დიდი. არაჩვეულებრივად ფრანგულში მუსიკა მაგიტ ძალიან მელოდიური, ძალიან საინტერესო, ქართული აქ ჩადებული თავისი გულით რასაც აკეთებდა და ამიტომ ვინდა ჩვენ დავეხმაროთ მასეთ მისიერ და ახალად და კომპოზიტორებს და ვაგეთებ სიამოვნებით. ჯიმი ასკანელისთვის მუსიკა ჰობია, ის წარმატებული ბიზნესმენია, ამის მიუხედავად მის გატაცებას პროფესიონალები დადებითად აფასებენ. რამოდენიმეჯერ მოვისმინე და მე მომწონს მისი მუსიკა, ძალიან ისეთია ლაღია და თავისებურია და ძალიან ისეთია უშუალო. ძალიან საინტერესო ფენომენი თავისთავად, იმიტომ რომ ადამიანებიც არ იყო თქვა მუსიკოსი, ესე რომ ხედავს რაღაცა და ისმის მუსიკა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მუსიკისთვის მაინც იცლის. უკვე 16 წელია კომპანია ასკანელ ძმებს უძღვება. მის ოჯახში მუსიკა ყველას უყვარს, ბავშვობიდან მელომანი იყო. ამიტომ ბიზნეს საქმიანობისგან თავისუფალ დროს ახალი კომპოზიციების შექმნას უთმობს. ბიზნესი ეს მატერიალური მხარე, ეს ყოველდღიური, ეს ბიზნეს თავისი ადგილი აქვს, მუსიკას თავისი ადგილი აქვს, მუსიკა არის პროფესიონალური მხარე, უფრო ის სამყარო, სადაც მე თავს კარგავ. მე ყველაფერში ვხედავ მუსიკას. ქარი როცა ვერავს, წუმა რომ მოდის ბავშვად, მანქანები რო დადიან, აი ყველაფერს თავისი რიტმი აქვს, ცხოვრებას თავისი რიტმი აქვს. აი ჩვენთვის ეს არის მუსიკა. მისი მუსიკა ნოტებიდან სცენაზე პირველად ვატო მაჭავარიანმა გადაიტანა. ერთხელ ჯიმი ასკანელის პარტიტურას გაეცნო და დებიუტანტ კომპოზიტორს სიურპრიზი მოუწყო. მინდა წარმოგიდგინოთ, თქვენთვის სრულიად უცნობი, მხოლოდ ორკესტრისთვის და ჩემთვის ამჟამად ცნობილი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კომპოზიტორის ნაწარმოები, სახელწოდებით ეიფორია, ხოლო ავტორს ქვია ჯიმი ჩხაიძე. ეს სწორედ ემთხვეოდა იმ დროს, როდესაც მე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ვატარებდი მამაჩემის დაბადებიდან 95 წლის კონცერტს და გადავწყვიტე, რომ აი ამ კონცერტში მე ჩამერთო ასევე ჯიმი ჩხაიძის ნაწარმოები და ამან გაამართლა. ჯიმი თვითონ ბუნებით არის საოცრად კეთილი, თბილი, ღია ადამიანი. აი მისი მუსიკაც ესეთია, მომღიმარე მუსიკა. ამის შემდეგ მისი ნაწარმოები რამდენჯერმე შესრულდა, მათ შორის პეტერბურგში არმიის მუზეუმში, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტე განისვენებს, დამსწრე საზოგადოება ასკანელის ორ კომპოზიციას ისმენს. ჯიმის მეუღლეს მარიამს მუსიკალური განათლება აქვს, ამიტომ მისი პირველი შემფასებელიც სწორედ ის არის. ხშირად მე მასმენებს ხოლმე მის ნაწარმოებებს, მაგრამ არ ელის ჩემგან ესეთ შეფასებებს, რომ ვირა კარგია, ეს ნამდვილად შედევრა, იცის რომ ისეთ ზომიერი შეფასებები მაქვს და მე მგონი მოსწონს კიდევაც რა ასეთი მიდგამა.
ასკანელის ორივე კომპოზიციას დარბაზი ოვაციებით შეხვდა. საღამოზე აპლოდისმენტებით დაიმსახურეს ქართველმა შემსრულებლებმა, ინგოლშტატის ორკესტრმა და ელიფე ბოლქვაძემ, რომელმაც კონცერტი ემოციურად დაასრულა. იყო ბევრი მიმოცვა და დადებითი შეფასებები. შტაბის სტილების ქვეშ. მინდა მიულოცო ასკანელს. არ არის ადვილი ასეთი მუსიკის შექმნა და მან ეს მოახერხა. ემოციური და შთამბეჭდავია მისი ნამუშევარი. მოგხსენებათ, რაღაც იშვიათად სრულდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და დიდი გამოსხდა იყო ჩვენი მუსიკალური საზოგადოებისათვის. შესანიშნავი საღამო იყო ახალგაზრდა კომპოზიტორმა საოცარი სიმფონიური სურათი შემოგთავაზა. მოხარული ვარ, რომ აღმოაჩინე ეს კომპოზიტორი. საოცარი სინთეზია, ერთდროულად გადმოსცემს რამდენიმე გრძნობას. პირველად მოусმინე და კარგად დამამახსოვრდება. თბილისში ჩამოსული კი ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება. ხშირად აკითხავს შვილს მუსიკალურ სკოლაში. ჯიმის სამი შვილი ყავს, მუსიკის სიყვარული სამივეს გამოჰყვა. ლიზა ფორტეპიანოზე უკრავს და კომპოზიციებს თავადაც ქმნის. ჩხაიძეები ამბობენ, რომ მუსიკალური ოჯახი აქვთ, უყვართ კლასიკა და ჯაზი, ამიტომ როიელთან მამაშვილი იმპროვიზაციას ხშირად ერთად მიმართავენ. რაღაცებს რო იგონებ, რაღაცებს უსწორებ, ხანდახან თვითონაც მისწორებს და ერთადაც უკრავთ, ოთხელში დაგვიკრია. ძალიან მიყვარს მუსიკა და ვაპირებ, რომ მუსიკას გავყვე. პარიზში წარმატებული კონცერტის შემდეგ ასკანელი ახალ კომპოზიციაზეც მუშაობს. ხედრული ალბათ ერთი 15 წელია მინდოდა გამეკეთებინა. კლავირი უკვე მზად არის და ცოტა ხანში უკვე გაორკესტრდება. ჯიმი ასკანელით ჟურნალი კლასიკით დაინტერესდა, სადაც მისი ინტერვიუ მალე დაიბეჭდება. მის ცხოვრებაში მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ ემოციის და გრძნობების ნოტებით გადმოცემას მომავალშიც გეკრავს.